რატო ვკეტავთ ადამიანები საკუთარ ცხოვრებისეულ გზას? რატომ ვკეტავთ ადამიანები საკუთარ ცხოვრებისეულ გზას, რომელმაც ჩვენ უნდა მოგვიტანოთ ჯანმრთელობა, სიკეთე, სიხარული და წარმატებები ცხოვრებაში? რა ხდება და რად ვერ ვიცილებთ წარმატებულობას? იმის ნაცვლად, რომ წინ ვიაროთ, პირიქით უკან მივდივართ და ამის გამო ცხოვრებაზე გაბრაზებულები და ბოღმილები დავიარებით. ყველა ადამიანი იბადება ანგელოზი, უფალი არ უშვებს არავის ადებს ხელს, რომ შენ წარმატებული უნდა გამოხვიდე, შენ კი წარუმატებელი და ასე შემდეგ. ამგვარად მინდა გაიაზროთ, რომ ჩვენ ამ ქვეყნად სრულიად უცოდველი მოვდივართ და დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარმართავთ ჩვენ ცხოვრებას, რა ინტერესები გვაქვს და საერთოდ რა გვინდა ცხოვრებაში. ხდება ისე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი თვითონ იწყებლის და კეტავს საკუთარ ცხოვრებისა და ბედის კარს. ახლა გეტყვით როგორ. მატერიალურ სამყაროში ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენს გონებაზე. აბა დავფიქრდეთ და გულახდილები ვიყოთ საკუთარ თავთან. რამდენ გვიფიქრია საკუთარ თავზე ცუდი, რომ ჩვენ ცხოვრებაში არ გვიმართლებს, ჩვენ ვინ მოგცა ამის ბედი და სად მაქვს მე ამის ღებარი და ასე შემდეგ. ჩვენი გონება ქმნის ჩვენსავე ბედს და თუ როგორი ცხოვრება გვინდა, როგორ მომავალი და საერთოდ რა გვინდა ამ სამყაროში. როდესაც ადამიანს თავის გონებაში შეაქვს უარყოფითი ფიქრები, ემოციები, განცდები და შესაბამისად ქმნით უარყოფით ველს ჩვენს გარშემო. ეს ძალიან ცუდია და რატომ? უარყოფით ველში ხდება ადამიანის ჩაკეტვა და თავის დაუნებურად ვერ ვიღებთ დადებით ენერგიებს, რომლებმაც ჩვენ უნდა გავხადოთ ჯანმრთელი და წარმატებული. ამ დროს ადამიანი მხოლოდ უკან მიდის და ყველა თვალსაზრისით იწყება პრობლემები. თითქოს ვცივდებით ორმოში, რომელიც სულ ღმავდება და შესაბამისად გვიჭირს ამოვიდეთ და წელგამართულებმა ვიაროთ. როცა ადამიანის შინაგან მეში იწყება პრობლემები, თავს ცუდად ვგრძნობთ და განკურნება არა დაადგება. ამ დროს გავიწყდება, რომ ჩვენ გვაქვს სული და პრობლემა სულში არის და არა ფიზიკურ სხეულში. რაც არ უნდა უნკურნალოთ ფიზიკურ სხეულს, სული თუ ავადობს, ჩვენ მაინც ცუდად ვიქნებით. ამით იმის თქმა მინდა, რომ როცა ფიზიკურად ავადობთ და გავიწყდეთ სულის მდგომარეობა, ჯობს დავეხმაროთ, უნკურნალოთ სულს, თორემ ფიზიკური სხეული არასდროს განიკურნება. თუ ადამიანის სულის სხეული გონება იმყოფება ჰარმონიაში, ჩვენ არასდროს არ ვიავადმყოფებთ. ასე რომ ბევრი რომ არ შეგაწყინოთ, რომ არ მოხდეს საკუთარი თავის ჩაკეტვა. ცხოვრებისგან რომ მივიღოთ ყველანაირი სიკეთე, ეს ჯერ ჩვენ გონებაში უნდა შემოუშვათ. შექმნათ ის სამოთხე ჩვენს თავში, რომელშიც გვინდა ვიცხოვროთ. გონებას აქვს შესაძლებლობა მოიზიდოს ის, რაც ჩვენს თავშია. ეს არ არის ხანმოკლე პროცესი, მაგრამ გამუდმებული მუშაობით თქვენ ამას მიაღწევთ. დახმარების შემთხვევაში ღვთიურ ენერგიას შესწევს უნარი გაწმინდოთ გონება. ყოველგვარი უარყოფითისგან და თქვენში შემოდის ახალი ხედვა ცხოვრებისა, რომელიც თქვენივე წინსვლისა და წარმატების საფუძველი ხდება. რადგან ჩემს ხელში გამოვლილი პაციენტები მეტნაკლებად დგამენ ცხოვრებაში წარმატებულ ნაბიჯებს და ეს მე ძალიან მახარებს. საერთოდ შევიარჩევების მიცემა, რომლებიც ძალიან გამოგადგებათ. თუ გაითვალისწინებთ, ჩასწახეთ თქვენს გონებას ის, რაც თქვენთვის გინდა ცხოვრებაში, ამით თქვენ გარშემო შექმნით იმ ინფორმაციულ ველს, რომელიც თქვენ გსურთ რომ იყოთ და მიიღებთ ენერგიას, რომელსაც აქვს უნარი მოიზიდოს დადებითი ენერგიები. ჩვენში ხდება ყველაფერი ის, რაც შიგნიდან ჩვენში შექმნილი საკუთარი სამყაროდან გამოსჭვივის, ასე რომ გაუგზავნეთ სამყაროს გზავნილები და ისინი ადრე თუ გვიან თქვენვე დაგიბრუნდებათ.